დონალდ ტრამპი გაბრაზებულია. პუტინის სიტყვები არ მოეწონა, რომლითაც მან ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უნდობლობა გამოხატა. უნდობლობა არ ახალია. უკრაინაში გაეროს მანდატით დროებითი მმართველობის დაწესების აზრი კი აშკარა სიახლე. იდეის ავტორი ვლადიმერ პუტინია. მიზანი კი ამ გზით უკრაინაში არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების შეცვლაა. სწორედ ამის გამოა, რომ ტრამპი მოსკოვს ნავთობზე მეორადი 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩათვლის, რომ შეთანხმებას ხელი სწორედ ვლადიმერ პუტინმა შეუშალა. მე არ ვფიქრობ, რომ ის თავის სიტყვას არ შეასრულებს. ჩვენ პუტინზე ვსაუბრობთ, მე დიდი ხანია ვიცნობ მას. ჩვენ ყოველთვის კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, თუმცა მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ზოგიერთი რაღაცით, რაც ზელენსკისთან დაკავშირებით ბოლო 2 დღის მანძილზე ითქვა. ის ზელენსკის არასანდოდ მიიჩნევს. მოიაზრება, რომ მან ზელენსკისთან უნდა დადოს გარიგება, მოსწონს ის თუ არა, ასე რომ ამით ბედნიერი არ ვიყავი. ვფიქრობ, ის კარგად იქნება, ნამდვილად არ მსურს რუსეთზე მეორადი ტარიფების დაწესება, თუმცა თუ ისინი დაწესდება, ეს მათთვის არ იქნება კარგი. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ბრაზმა შეიძლება მალე გადაუაროს, თუ მოსკოვი სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ჯერჯერობით ასეც ხდება. კრემლმა ხისტ განცხადებაზე დიპლომატიური პასუხი ამჯობინა. დიმიტრი პესკოვი აჟიოტაჟის გაქარწყლება შეეცადა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ წუთას სათქმელი არაფერია. გაჟღერდა რამდენიმე სხვადასხვა სახის განცხადება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან პირველ რიგში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობაზე, რომელსაც უზარმაზარი ზიანი მიადგა გასული ადმინისტრაციის დროს. ასევე ვმუშაობთ უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე სხვადასხვა იდეის რეალიზების თვალსაზრისით. სამუშაოები მიმდინარეობს, ჯერჯერობით საწყისი ეტაპია. ჯერჯერობით რომელიმე ხაზი, რომელზეც საუბარსაც შევძლებდით, კონკრეტიკა არ გვაქვს. დროში გაწელილი პროცესია, რომელიც რთულ სუბსტანციებს ეხება. პრეზიდენტი აბსოლუტურად ღია რჩება პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტისთვის, ასე რომ საჭიროებებიდან გამომდინარე საუბრის ორგანიზება საკმაოდ ოპერატიულად შეთანხმდება.